არა სამუშაო დღე, არა პიკის საათი და მაინც ისეთი საცობები იყო თბილისში. ვერ მოვახერხერო ორიოდე სიტყვით. ამოსვლამდე შესავალი გამეკეთებინა. ახლა გავჩერდი ვიზორი გავწმენდენ წერებისგან და მივდივართ თელავში, იმიტომ რომ დღეს 31 მაისია, რაც ამას ნიშნავს, რომ ისტორიული კლასიკური ავტომოტო ფესტივალი ტარდება. ძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კლასიკური ავტომობილები და მოტოციკლეტები, შესაბამისი გამარჯვებულების გამოვლინდება და ეს ყველაფერი თელავის ცენტრალურ მოედანზე ტარდება. ახლა მე დავიძრები, გავაგრძელებ გზას და იმედი მაქვს, რომ მივუსწრებ, რომ დავათვალიერო და ეს კადრები თქვენს გაგიზიაროთ. ვფიქრობ, კარგი კადრები უნდა გამოვიდეს ამ გზაზე, რაც რეაბილიტაცია ჩატარდა, არ ყოფილვარ და ვფიქრობ, საინტერესო მონაკვეთები გამოვიდება წინ. საქართველოს ავტომობილო სპორტის ფედერაცია, ჯუზუ მონეზონი და სხვა თელავის კაფედარი ჰოლივუდი, თაიმსტაილი, საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს სპორტის სამინისტრო, სწორედ ეს კომპანიები გამყავს დღევანდელი ფესტივალის გადაჭერები. ფესტივალის აღმოჩენა Ford Shelby Cobra. ხო, სცენაზე ამ არაჩვეულებრივი ავტომობილის მფლობელი. საკოლექციო მოდელების მაღაზია. ჰობიშოპის რჩეული გახლავთ. დავით სულაბერიძე, რომელიც ავტომობილი გახლავთ კადილაკი. ისტორიული ავტომობილების ასოციაციის მეგობრების დაჯილდოება მოხდება. ესეთი გახლავთ. ბატონი არჩილ სალამაზე, ხო, სცენაზე. Reka Odisharina. Baton Archie Kalabazes. საქართველოში კლასიკური ავტომობილი. კარიერ ქუჩაიძეს აღმოჩნდა 1994 წლის Honda Golf-ის პატრონს. ხალხები ვირით და მისმა ჯგუფმა, რომელიც წარმოადგენს ბავშვად საუკეთესო მოტოციკლი აღმოაჩინეს ფესტივალზე გახლავთ 1994 წლის ხობილი. Honda Golf Wiki, რომელიც შვიდი სერია და ზუსტად სერიის წინააღმდეგ განთავსებული. ბაშაზე ყველა ნომინაციის გამარჯვებულები წარმოადგენენ ბატონებო და ქალბატონებო და თავარი პრიზი ყველა